Am წუთებში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საბრალდებო სკამზე 13 პირია, მათგან არც ერთი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებს სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. ლიზი ვეკუა მუშაობს ამ თემაზე. გარკვეული ნივთების რო გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის სასამართლოს ხდომა დღესაც გრძელდება არსებითი განხილვა საქმის და უნდა იმსჯელონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან დაკავშირებით დღესაც გაგრძელდება წინასხდომების მსგავსად ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერჯერობით მოწმეები არ იკითხებიან არც დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე და არ გამოიკითხებიან დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე ჩვენ ვესაუბრეთ უფლებადამცველებს 13 პირის საქმეში მყოფ უფლებადამცველებს რომლებიც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ რომ განვლილმა პროცესებმა აჩვენა ის რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვერ მოაგროვა საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ დადასტურდეს რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ნამდვილად ცდილობდნენ 4 ოქტომბრის აქციაზე სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას და ასევე ანხორციელებდნენ ჯგუფურ ძალადობას როგორც უფლებადამცველები ამბობენ ისინი დღეს დააყენებენ ასევე შუამდგომლობას სასამართლოს ხდომაზე მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებით და შემდეგ მოსამართლემ უნდა იმსჯელოს ამ შუამდგომლობაზე და ასევე განიხილოს 10 საათიანი ვიდეო კადრები რომელიც სხვადასხვა ტელეკომპანიების მასალებიდან არის მოპოვებული. დღეს ვაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, როგორც წინასხდომაზე ახლაც დავიწყებთ ზოგადი ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევით, არც წინაზე და მათ შორის არც ახლა, არც ერთ ვიდეოში არ ჩანს აი ამ ზოგადში კავშირი ან ჯგუფურობის ელემენტი ჩვენს ბრალდებულებსა და წარდგენილ ბრალს შორის. შესაბამისად ვამბობთ, რომ მათ არაფერი არ ჩაუდენია, განსაკუთრებით არც ორგანიზებულ ნაწილში. განვიხილავთ ასევე შუამდგომლობებს, დაზარალებულების სამედიცინო ექსპერტიზები აქვს წარმოდგენილი ბრალდებას და აი ამ საკითხებს შევეხებთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაგრძელება იქნება იმ ვიდეო მასალის გამოკვლევის, რომელიც დაწყებული გვაქვს. ვიცავ მე მანუჩარ მიქელაძეს, იური ლომიძეს. არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება ამ ეტაპზე, რაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, რომლითაც მოსამართლეს შინაგან რწმენას გაუჩენს იმისა, რომ მიიღოს გამამტყუნებელი განაჩენი. საღამოს 6 საათამდე აქვს დრო თამარ მახარობლიძეს იმისათვის რომ იმსჯელოს იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით რომელსაც ბრალდების მხარე წარმოადგენს როგორც იცით 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ 13 პირს სხვების მსგავსად ედავებიან სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების მცდელობას და ასევე ჯგუფურ ძალადობას.